ვიდრე საქართველოში ერთი ადამიანი მაინც არის დევნილი, ქვეყანა სრულფასოვნად ვერ ჩაითვლება. დევნილების დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტმა მიხეილ სააკაშვილს გუშინ ჰკითხა, აღიარებდა თუ არა ის, რომ გასახლების პროცესს მთავრობა უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მიდგომა და ამის პასუხად პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დევნილთა პრობლემას თბილისის რომელიმე სახელმწიფო ან კერძო დაწესებულებაში მათი შესახლება ვერ გადაწყვეტს. მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით დევნილთა დასახლებები იმ ადგილებში შენდება, სადაც ინტენსიური სამუშაო ადგილები იქმნება. სანამ ერთი ადამიანი მაინც საქართველოში არის დევნილი, საქართველო ვერ სრულფასოვან ბედნიერ ქვეყანად ვერ ჩაითვლება და პირადად მე მანამდე ვარ ძალიან გაბრაზებული და ძალიან უბედური. ყოველ დღე მე ვიღვიძებ, არაფერს არ ვაზვიადებ იმ აზრით, რომ ვარ ძალიან გამწარებული, ძალიან გაბრაზებული და თავს ვგდობ სახლიდან გამოგდებულად. ჩემი სახლი არის აფხაზეთი. ერთი-ორჯერ კამერამ დამიჭირა იქ ცრემლებით. ეს არც საარჩევნო დადგმა არ ყოფილა, როგორც ზოგიერთებს ეჩვენებათ, რომ გონიათ, რომ ყველაფერი ხელოვნურია, პიარია. მე მართლაც საჯაროთაც და კამერების გარეშეც მიტირია კიდევაც ამ თემაზე და ძალიან ბევრი მიფიქრია და ძალიან ბევრი უძილო ღამე გამიტარებია. თუ ვინმეს უნდა ეს დაგვავიწყოს, ვერასოდეს ეს ტყივილი არც გაყუჩდება და არც დავიწყება. ეს ორგანულად ჩვენი მიწა არის. და ორგანულად ყველაზე საუკეთესო ნაწილი საქართველოსი არის გამოყრილი იქიდან. ფასების მატების ფონზე როგორია მთავრობის სამოქმედო გეგმა? მიხეილ სააკაშვილმა ამ პრობლემის შესახებ არაერთი კითხვა მოისმინა და აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში ყველაზე ცუდი ინფლაციაა, რომლის მართვის ბერკეტსაც ხელისუფლება ვერ ფლობს. ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებული ვითარებიდან გამომდინარე არსებულ პრობლემებს შეეხო. განაცხადა, რომ ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასები დაუშვებლად მაღალია, განსაკუთრებით კი რეგიონში, რაც მისი თქმით უნდა გამოსწორდეს. პრეზიდენტის განცხადებით ვითარებას ადრე მონოპოლისტები მართავდნენ, ახლა კი ცალკე სააფთიაქო ქსელი შეიქმნა. სააკაშვილმა დაზღვევის პრობლემასაც შეეხო და განაცხადა, რომ ეს პრობლემა 2-3 წელში უნდა მოგვარდეს. ინფლაცია არის მთავარი ეკონომიკური გამოწვევა, რომელიც ჩვენ გვაქვს და რა თქმა უნდა, ჩვენი შემოსავლის ქვეყანას. ეს ურტყავს განსაკუთრებით წვავეთ. ჩვენ რო ვიყოთ იაპონიის და ყატარის ან ამერიკის შემოსავლის დონეზე, შეიძლება ვთქვათ, პურის გაძვირება იქ 10%, ციციბურას გაძვირება, შაქრის გაძვირება 20, 30, 40%, კივნეული იყოს, მაგრამ არ იყოს ის, რაც არის ჩვენი ხალხის. ჩვენი ხალხისთვის თავარი ხარჯის თემა, თავარი არის სამოხმარებო კალათაში, ეს არის საჭმელი. საქართველოს მთავრობა არ ფლობს და ისევ როგორც პრაქტიკულად არც ერთი ქვეყნის მთავრობა არ ფლობს ბერკეტებს ამ სახის ინფლაციის შეჩერებით. ჩვენი უსაფრთხოების გამოწვევის პირობებში, ჩვენი გეოპოლიტიკის პირობებში, ჩვენი გარშემო რისკების პირობებში თავარი რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ვიყოთ განსაკუთრებით წარმატებულები რომ გადავრჩეთ. და ეს ეხება სწორედ უსაფრთხოებასაც, ეს ეხება რა თქმა უნდა პირველ რიგში ეკონომიკას. ამ სიტუაციაში ერთადერთია რომ უწყარი მომარაგება გქონდეს და ხალხს გქონდეს საშუალება რომ ამ მომატებელ ფასებს თავისი ჯიბიდან უპასუხონ უფრო მეტი შემოსავლებით. ამაზე ყველანი ერთად მუშაობთ. პრეზიდენტს ქვეყნის ძირს გამომთხრელ ოპოზიციას დასუსტებული პოლიტიკური ოპონენტები ურჩევნია. მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ ამ მიმართულებით არსებული მდგომარეობა ქვეყნის უსაფრთხოებაზე დადებითად აისახება. მიხეილ სააკაშვილმა გასული წლები გაიხსენა ოპოზიციაზე საუბრისას და განაცხადა, რომ მაშინ ოპოზიცია მთავარ ტესტს კორუფციისადმი და კანონიერი ქურდებისადმი დამოკიდებულებას ვერ უძლებდა. და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ამ სიტუაციას ნამდვილად ურჩევნია დღევანდელი, როდესაც ხალხმა ოპოზიციის რეალური სახე უკვე დაინახა. ამავე დროს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია ჩამოყალიბდება და ახალი სახეებიც გამოიკვეთება. მისი თქმით, პასუხისმგებელი და ხალხის პრობლემებზე ორიენტირებული ოპონენტების გამარჯვება ტრაგედიას არ წარმოადგენს. მაგრამ ერთ-ერთ ჩემ მეგობარი სახელმწიფოს ლიდერს მითხრა, რომელიც ჩვენი ოპოზიციის ლიდერს, ჩვენ მტერ სახელმწიფოს მეთაურთან ერთად რომ მიიღო სამხედრო პარადი, თავს მოაღლეჯდა. დაუხრიტავდეს საკუთარი ხელით. თქვენი საყვარელი რესპონდენტები ამას აკეთებენ უკვე დიდი ხანია. ვინმე მერტითმა ჩამოუგდო, ვინმე კვერცხი მაინც დაუშინა. აი გამოდიან ხშირად, მათ შორის რუსეთის დღევანდელი ხელმძღვანელები და ხეთ ჩვენ საქართველოსთან გვინდა კარგი ურთიერთობა. პუტინს ეს კგბ-შნიკური ძალიან ახასიათებს და იქ პრიმაკოვის დაბადების დღეზე უცებ თბილისოს მოისმენს და ეს გადაწვება და თვალებს მინაბავს და ეს უკვე ტესტია უტყუარი რომ აი ქართველები როგორ უყვარს. ნუ ხანდახან ერთ რამდენიმე 1000 კაცს დაბომბავს და რამდენიმე ასეულ ბავშვს მოკლავს, მაგრამ პრინციპში უყვარს. თბილისო უყვარს. დაბადების დღეს. მაგრამ როცა იძახიან, ჩვენ გვინდა საქართველოსთან კარგი ურთიერთობები. გვიშლის ხელს ოღონდ ეს. ოღონდ აქ არის მარტივი ტესტ კითხვები, ძალიან ჩამჭრელი, რომელიც ალბათ ამ ჩვენ ნაციონალ მოღალატეებს
ზოგიერთი ასე ეძახის, ეხლა არ მინდა ეს სამართლებრივი ტერმინი ეს არ არის, ალბათ არ დაუსვიათ, ხა მაგის დრო ალბათ არ გქონდათ. საქართველოსთან რო უნდა კარგი ურთიერთობა, საქართველო რა არის მათთვის? რუკაზე ხო არ დაგვიხატავენ შემთხვევით. და იქ არ გაჭედვა, იმიტომ რომ საქართველო ეს არის ის, რაც მათი აზრით საქართველო ჯერჯერობით კიდე არის დროებით. სანამ ბოლომდე არ შეუსანსლიათ. ჩვენ საქართველო, ქართველი ხალხი ძალიან გვიყვარს. ოღონდ მეორე კითხვა უნდა დავსვათ ჩამჭრელი. აფხაზეთი არის თუ არა საქართველო? კითხოთ მარტივი კითხვა, თუ ამას გეტყვით რომ არის, რა თქმა უნდა, გადაეხვიეთ და აკოცეთ. მაგრამ არ გეტყვით, ხო ვიცით? ამიტომ თავს ნუ მოვიტყუებთ. თუ მეჩეთები არ გჭირდება, ესე იგი ის ადამიანებიც არ გჭირდება საქართველოში, ვინც სწორედ ამ სალოცავში დადის. მიხეილ სააკაშვილი გუშინ საქართველოში მეჩეთების მშენებლობის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ნებისმიერი სარწმუნოების ადამიანისთვის საქართველო კომფორტული ადგილია და ასეც უნდა იყოს, თავად კი კათოლიკურ ტაძარშიც შედის და ისლამურ მეჩეთშიც. პუტინს ეს კგბ-შნიკური ძალიან ახასიათებს და იქ პრიმაკოვის დაბადების დღეზე უცებ თბილისოს მოისმენს და ეს გადაწყვეტა და ჩვენ ერთი რაღაცა უნდა კარგად გავაცნობიოთ. საქართველო არის ქვეყანა, სადაც მართლმადიდებელ ქრისტიანობას აქვს განსაკუთრებული როლი. პრეზიდენტის მართლმადიდებელ ქრისტიანია თქვენი უმეტესობა, მაგრამ საქართველოში არის რამდენიმე ასეული ათასი მუსლიმანი. მათ შორის ეთნიკურად სხვა შუბერა არის რამდენიმე ასეული. ეს ხალხი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი. ვისაც უნდა თქვას, რომ მეჩეთის შენელობა საქართველოში არის ანტიქართული მოვლენა, ამეთი ამბობს, რომ ეს რამდენიმე ასეული ათასი ქართველი არ უნდა იყოს ამ ქვეყანაში. ჩვენ ეს ხო გავიარეთ ეს საზიზღარისენი, რომელმაც ამ ბევრი უბედურება დაგვატეხა თავს და რუსეთს მიცა წარმოუდგენელი კოზირი ჩვენი განადგურების. რამდენჯერ უნდა დაუბრუნდეთ ერთი და იგივე სისულელეზე. ყოველი ეს ტერმინი, ეს ზოგადი სოციოლოგიური და კულტურული დავა კი არა, ეს არის პირდაპირ ეუბნები შენ ხულოელ ბღორჯომელ მუსულმანს, მარნეულ მუსულმანს, რომ შენი ადგილი არ არის საქართველოში. ყველა ეს ადამიანი, ვინც ამას ლაპარაკობს. ადვილი ამას სპეკულირება, გვიჩერებენ მეჩეთს, მაგრამ ის ხალხი ყველაზე თავარ ფუნდამენტს ეხება საქართველოს სახელმწიფოების და ყველაზე თავარ კოზირს აძლევს ჩვენ მტერს ხელში. და მაშინ ამ ხალხმა ასევე იმაზე უნდა მოაწეროს ხელი, რომ ჩვენი მთავარი ისტორიული მემკვიდრეობა დაინგრევა და განადგურდება უახლოეს თვეებში და წლებში.